გამარჯობათ. გადაწყვეტ ესეთი თვილი თავზე გადასაჭერი მომექსოვა და ძალიან მართლა ლამაზია. ცოტა ასეთი სქემის გარჩევას მოითხოვს და მინდა თან გაჩვენოთ როგორ უნდა მოვხსოვოთ ესეთი ლამაზი თავზე გადასაჭერი. ეხლა აი ეს ნაღისნაცოდ გვექნება უკვე ჭხირები. დიდი ხანია ჭხირებით არაფერი არ მომექსოვია. და თან ძალიან ისეთია შეგიძლიათ თქვენ გამოიყენოთ შესაკრავად ღილი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მთლიანად გადამულად მოვხსოვ ამ ნაქსოვს და არ დამჭირდება შესაკრავის გაკეთება, იქნება ესეთი შეკრული წრე, ჩაკეტილი ესეთი სალტე. კარგით. ესე იგი, როგორც გითხარით, გამოვიყენებ მე აუცილებლად სქემას, ასეთი ცოტა რთული არ არის, მაგრამ მაინც ისეთი უზორია, საჭიროა სქემა. აი, ჩემი ძაფია ესეთია, ეს ალპაკას ესეთი შალის ძაფია. სამწუხაროდ არ მაქვს შენახული ამისი მონაცემები, ანუ სისქე როგორია, მაგრამ აი მე ხა ვაპირებ ესეთი 3 მილიმეტრის ზომის ჭხირებით რომ მოვხსოვო. აი ეს ზედ აღარ აწერია, უკვე არ ვიცი გაიცვიდა თუ აქ იყო ალბათ ნაწერწერა, მაგრამ აღარ ჩანს უკვე. მოკლედ 3 მილიმეტრია ეს ჭხირები ესეთი სისქის და ძაფით საკმაოდ ესეთია, არ არის სქელი ძაფი. მოკლედ აი ესეთი ძაფით მოვხსოვ შალის ძაფია, შალის ისეთია. კი, ცოტა იკმინება, მაგრამ ალპაკა მაინც ისეთი ზომიერად იკმინება. მსუბუქი ძაფია პრინციპში 50 გრამი უნდა გეყოთ წესით. მოკლედ გააჩნია როგორი ზუსტად რა შემადგენლობის გექნებათ სულ როგორი ტიპის ალპაკასაც სხვადასხვა აქ ბეიბი ალპაკა არის, აქ ეხლა ორიგინალში მე რაც ნახე, საიდანაც გვსოვ და იქ ესე იგი რეკომენდაცია არის 50 გრამი უნდა იყოს 113 მეტრი. აი ესეთი პარამეტრების უნდა ნახოთ. ეხლა მე მოდით აქ მარტივად ავკრიფავ 5 თვალი გჭირდებათ, ნახეთ. ესე ცოტა ისეთი რთული რომ ესეთი წესებიც არსებობს, ხო? თვლების აკრების, მაგრამ აქ ეხლა რამოდენიმე თვალია, 5 თვალი ესე აკრიფეთ ერთ ჭხირზე და შემდეგ ეხლა ჩვენ რამოდენიმე ესე იგი რიგი მოვხსოვთ რეზინს ერთი-ერთზე, ანუ პირველი თვალი იქნება წაღმა, აი ესე გადავიტან, არ გვსვოთ პირველ თვალს ხოლმე, მეორე თვალი უკუღმა, აი ესე, ისევ წაღმა, ისევ უკუღმა, აი ესეთი რეზინი. ბოლო თვალი იქნება წაღმა. წაღმათი დავიწყეთ, წაღმათი დავასრულეთ, იმიტომ რომ კენტი რაოდენობა გქონდა ხო თვლების. შემდეგი რიგი ეხლა უკუღმა თვალით დაიწყება. ხვდებით ხო? აი ესე. ეხლა იმდენი რიგი მოგხსოვეთ, რომ მიიღოთ სანტიმეტრ ნახევარ მიახლოებით. აი ამ ნაქსოვის ასეთი სიმაღლე, ესეთი რო გქონდეთ. აი ესე. ისე უკუღმა, ესე უკუღმათი დავიწყე, უკუღმათი დამთავრდა ეს მომდევნო რიგი. შემდეგ აქ წაღმა რა თქმა უნდა, პირველ თვალს ხედავთ რომ არ გვსოვ, პირდაპირ გადამაკაისნა ეს ამ ჭხირზე და შემდეგ უკვე გვსოვთ. უზორს ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. წაღმათი დასრულდა. აი ეს. მეგონი ჩანს ყველაფერი კარგად. აი ესე, ხა უკუღმათი დაიწყება და ესე, აი უკუღმათი რო იწყება, აი ესე გადამაგვსყა ჭხირზე. ხო, გვსოვთ. უკუღმათი დამთავრდა. აი ესე მოდით რამოდენიმე რიგი. შეგიძლიათ პრინციპში გაზომოთ მიახლოებით, რომ გქონდეთ სანტიმეტრ ნახევარი სიმაღლე. ეს ფაქტიურად იქნება ეკისერთან რა ადგილიც მოხვდება, ესეთი ვიწრო. მგონი უკვე საკმარისია ესეთი სიმაღლე მივიღე. მოდით.
მიახობით. ხლა აქ რახან არ ჩანს კარგად, აი ამ ზოლიდან ქვემოთ ჩავყვები. კი, უკვე აი სანტიმეტრ ნახევარი არის. ეხლა გადავდივართ ჩვენ სქემაზე და სქემიდან უნდა ვიხელმძღვანელოთ. აბა ნახოთ, მე მგონი ჩანს ხო აქ ყველაფერი. აი მე მგონი რომ ჭხირებისთვის სქემა არასდროს არ გამირჩევია და ეხლა მინდა ესეც გასწავლოთ თუ ვისაც არ აქვს გამოცდილება. ესე იგი თეთრი უჯრები არის წაღმართლები, ოღონდ წაღმა რიგში, ხო? ესე იგი პირველი რიგი ხედავთ არის თეთრი უჯრები. მეორე რიგი ისევ თეთრი უჯრები. ეს რას ნიშნავს ახლა? ეს ნიშნავს რომ მეორე რიგი კი არის დაწერილი, მაგრამ ეს წაღმა მხრიდან რაცაც უყურებთ. ანუ მეორე რიგს როცა მოგსოვთ, ფაქტობრივად თქვენ უკუღმართლები უნდა მოგსოვთ, რომ აი ეს ხედი წინიდან იყოს აი ესეთი როგორც ნაჩვენებია, ხო? ანუ ეს პირველი რიგია, მეორე, მესამე, მეოთხე. შუაში ესეთი ნიშანია კიდევ ესე იგი ოვალია და ნახევარი არის შეფერადებული. ახლა შეიძლება კარგად არ ჩანდეს. აქ წრე არის, ეს უკვე სხვა ნიშანია. ესე იგი ეს არის წაღმა თვალი, სადაც თეთრი კუბიკი გაქვთ და აი კუბიკი შავი წერტილით შიგნით. ეს არის უკუღმართლები. ხოლო აი ეს რაც გითხარით, აი აქ რასაც ხედავთ, ეს არის მატება. ესე იგი ერთი თვალიდან უნდა გამოიყვანოთ სამი თვალი. აი ეს არის მატება. შემდეგ კიდევ გეტყვით აქეთ უკვე როცა მოვალთ. აი ჯერ აი ესე მივდივართ, გაიზრდება ჩვენი ნაკსოვი, მერე შუა ნაწილს მოგსოვთ და მერე ისევ უბრალოდ მერე აი აქ და ქვემოთ აი აქეთ გავყვებით. ანუ ისევ შევამცირებთ და ჩავკეტავთ. აი ეს ადგილები ერთმანეთთან კავშირში იქნებიან. აი ეს. ოღონდ აქ რეზინი გვექნება სანტიმეტრ ნახევრიანი. აი ხა რაც მოგსოვ ფაქტობრივად ეს. კარგით. ეხლა ჩვენი პირველი რიგი. აი აქ. ესე იგი წაღმა თვალი, შუაში არის მატება. მე ისევ წაღმა თვალი. აბა ეხლა ნახოთ. ესე იგი აქ უკუღმა მქონდა, მაგრამ ეხლა გავაკეთებ წაღმას. აი ეს შევდივარ აი ესე, არ მოგსოვ. პირველ თვალს არ გსოვთ ხოლმე. ეს მეორე თვალი. ეხლა უნდა გავაკეთო მატება. ხა როგორ ვაკეთებთ? აი ეს უკუღმა თვალი რაც გაქვთ. აი ესე ამოყავთ ერთი თვალი. ოღონდ ბოლომდე არ ამოყავთ, ხედავთ? ერთი და იგივე თვალიდან უნდა გამოიყვანოთ. აი ეს არის პირველი თვალი. ეხლა ნამატი, აი ეს არის ნამატი. როცა გადადებთ ჭხირზე აი ამ ძაბს და კიდევ ერთხელ აი ეს, ნახეთ? ესენი იქნება 1, 2, 3 თვალი იქნება ერთი თვალიდან. აი ეს. ეხლა წაღმა და ბოლოს კიდევ წაღმა. აი ახლა როგორც იყო, აი ორი წაღმა არის აქეთ იქ შუაში მატება. ეხლა მეორე რიგი როგორც გითხარით, აქ კი თეთრი კვადრატებია, მაგრამ ჩვენ უკუღმა მხრიდან ახან უყურებთ, იქ უკუღმართლები უნდა მოგსოვთ, რომ წაღმა მხრიდან თქვენ დაინახოთ ესეთი წაღმა ნაკსოვი, ანუ თეთრი კვადრატები. აი ესე იგი უკუღმა ესე გადავიტანე უბრალოდ ხო არ მოგსოვე. კიდევ ერთი სულ უკუღმართლები უნდა მოგსოვთ. ახლა აქ გახსოვთ სამი თვალი რო ამოვიყვანეთ, ისინი ყველა უკუღმართლები უნდა გამოვიყვანოთ. აი ესე უნდა მოგსოვოთ. ჯამში ახლა მოდით ნახოთ რამდენი თვალი გამოგვივიდა. აბა ნახოთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. გაიზარდა თვლების რაოდენობა. ოღონდ უკუღმა რიგში არ გავზარდე, უბრალოდ მოგსოვე, ხედავთ. მესამე რიგში ისევ მატება იქნება ცენტრში. თუმცა აქეთ იქით ახლა 3 კვადრატი გაქვთ, აქაც 3 კვადრატია. აბა ნახეთ. წაღმა, რა თქმა უნდა, წაღმართლებს გსოვთ, ხო? თეთრი კვადრატებია. 1 ეს გადავიტანე უბრალოდ პირველი. სულ ასე გააკეთეთ ხოლმე. მეორე მოგსოვე, მესამეც მოგსოვე. ეხლა მეოთხე, აი ეგ 3 ხო გითხარით, 3 წაღმა, მერე მატება. ანუ აი აქ შუაში 1, 2, 3 და მეოთხეში. აქ უნდა გავაკეთოთ იგივე რაც წინა ერთი რიგის წინ. აი ესე გადადეთ. ისევ შედით და გამოიტანეთ, ანუ 1, 2, 3
თვალი დამიჯდა ერთის ნაცვლად. ისა წაღმართლები, ოღონდ აქ 3 გაქვთ, ხო? როგორც ადრე იყო 2 იყო, ხო? ერთი რიგის გამოტოვებით. აი ეს 1 2 3 4 5 6 7 8 9 თვალი გვაქვს ახლა. ახლა მეოთხე რიგზე ვართ. მეოთხე რიგი არის უკუღმა რიგი, ისევ იმისთვის რომ ესეთ წაღმართლები გქონდეთ, უკუღმა რიგში უკუღმა თვლები უნდა მოგხსოვთ, ხო? პირველ თვალს არ გხსოვთ, როგორც ყოველთვის გადავიტანე. შემდეგ სულ უკუღმა თვლები. აი, სადაც მატება იყო, ნახეთ, ესეთი ძაფები გაქვთ. აუცილებლად 3 თვალი ამოიყვანეთ იქიდან. აი, ეს 3 ესეთი ძაფი იყო ერთი და იგივე თვალიდან გამომავალი. აი ეს. აი 9 გვაქვს 1 2 3 4 5 6 7 8 9. კარგით, აი ესეთი ლამაზი უზორი გამოგივათ. ეხლა კიდევ გადავაადგილდეთ. აი აქ უკვე ნაწნავები იქნება ეს, როგორც ატყობთ. ეხლა მეხუთე რიგზე ვართ. 1 2 3 4 შემდეგ მატება, ისე 4 თვალი. წაღმართლებია, ხო? გადავიტანეთ. ეს მეორეა, მესამე, მეოთხე. ეხლა მატება. აი ესე. ეს ნახეთ, 1 ამოვიყვანე, მეორე გადავდე და კიდევ მესამე, 1 და იგივე თვალიდან. და 4 წაღმა თვალი. აი ეს. აი ეს. მეგონი ჩანს უკვე რაღაც ესეთი უზორი გამოიკვეთა, ხო? თუ არა? კარგით. შემოვტრიალდეთ. ეხლა მეექვსე რიგი უკუღმა რიგია, სულ უკუღმა თვლები უნდა მოგხსოვთ. არანაირი მატება არ გჭირდებათ უკუღმა რიგებში. პირველი თვალი პირდაპირ გადავიტანე, ხოლო შემდეგ ვგსო. აქაც აი ნახეთ, ეს მატება სადაც იყო, აუცილებლად არ გამოგრჩეთ ის 3 თვალი. ცოტა მჭიდროდ არის იქ, ახლა უბრალოდ ძაფი იყო ჭხირზე გადადებული, მაგრამ აი ეს. ყველაფერი უნდა მოგხსოვთ კარგად. აი ეს. აი როგორი ნაკსოვი მიიღება. ეხლა მე-7. აქ იქნება 5 წაღმა, მატება 5 წაღმა, ხო? უკვე ხვდებით. 1 გადავიტანე უბრალოდ, მეორე. და მინდა რომ ფოკუსი მეტად იყოს. ეს მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსეზე რა თქმა უნდა იქნება მატება. 1 მეორე, აი ეს 1 2 3. მოიყვება. ახლა შემდეგ ვაგრძელებთ წაღმა თვლებს. 2 3 4 და 5. აი ეს. კარგით. ეს მე-7 რიგი იყო. ეხლა მე-8 რიგზე გადავედით, ხო? აქაც სულ ასეთი უკუღმა თვლებით ნაკსოვია მატების გარეშე. პირველი თვალი პირდაპირ გადაიტანეთ. შემდეგ უკვე უკუღმა თვლები. მოგხსოვთ და გეტყვით რამდენი თვალი გვაქვს ახლა. ანუ ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ ნაწნავების ქსოვას, ესეთი რუიანებსაც ეძახიან, ხო? თითქოს ნაწნავია ესეთი დების ნაკსოვი მიიღება. აი, საბა ვნახოთ თვლები 2 4 6 8 10 12 13 თვალი გაქვთ ახლა. ეხეთ რა ლამაზია, ხო? კარგით. ახლა მე-9 რიგზე ვართ. აქ გაქვთ ნახეთ 3 უჯრა არის ესე გადახაზული და კიდევ 3 უჯრა გადახაზული. ფაქტურად ესენი არის ანუ ეს არის რუიანი მიიღება ამ 3 და 3, ანუ ჯამში 6 თვალისგან. აქეთაც ასევე. უბრალოდ აქ მიმართულება აქვს სხვადასხვა.
ესე იგი, ასეთი დახრით, როცა აი აქეთ არის დახრა, ახლა მოდით გავაკეთოთ. პირველი 3 თვალი ზემოდან უნდა დაჯდეს. ანუ 1 2 3, აი ეს თვლები. მოდით კარგად ფოკუსს დავაფიქსირებ, რომ მე აი ესე. ეს 3 თვალი ეხლა აქ დამხმარე ეს არის სასურველი. ჭხირი. მე ამას გამოვიყენებ აი ამ ნემს. აი ესე, იმედი არ გაძვრება და აი ეს დამხმარე, ხო? ანუ ამაზე უნდა გადაიტანოთ რამე სხვა ჭხირზე, რომ არ შეგიშალოთ ხელი. და გსოვთ, ეს ზემოთ უნდა მოხდეს. მოგეთ გსოვთ მომდევნო 3-ს ჯერ აი აქ 1 ხა ცოტას კი მიშლის ეს, მაგრამ აი ეს ჩავწევ. 1 2 და 3. აი ესე. და აი ამის შემდეგ მოგსოვთ აი ამ 3 თვალს. ორჯერ გადატანა ფრთულია. კარგით, ესე გირჩევთ თქვენს. აი 1 ხედავთ ხო? გადავიტანე. მეორე თვალი. როგორც წესი, დამხმარე ჭხირი გჭირდება. და მესამე თვალი. ხა ნახოთ აბა რა გამოვიდა, აი მოგსოვეს. აი ესეთი რუიანი გამოგივათ. აი ესეთი რუიანი. ეხლა ამ რუიანის შემდეგ ჯერ არ ჩანს კიდევ, შემდეგ რიგებში უფრო გამოჩნდება. ამის შემდეგ მოდის მატება ისევ, ნახეთ, აი ეს დახრილი. აი ეს სამეულები, აი ეს გადაახაზული სამეული და ეს აი ეს მოგსოვე. ეს უნდა იყოს ზემოდან, ეს ქვემოდან და გადააჯვარედინოთ. შემდეგ მატებაა. ანუ როგორც მანამდე გსოვდი, ამ თვალიდან 1, მეორე და მესამე. აი ესე. ეხლა ნახეთ, დახრა იქით მხარეს არის. ეხლა პირიქით. აი ეს პირველი 3 თვალი უნდა გადაიტანოთ ასევე დამხმარე ესე იგი ჭხირზე. მე ახლა ვიყენებ ნემს და ეს თვლები უნდა მოხვდნენ ქვემოთ. ნახეთ, 1. ნუ სიმეტრიულად გამოგივიდეთ ნაკსოვი. აი ეს, ნახეთ, გადავიტანე. ეხლა ჯერ არ მოგსო. ეხლა მოგსო. აი ამ, ნახეთ, ქვემოთ არის. ესენი ქვემოთ წავიდნენ. თავიდან გახსოვთ ზემოთ იყვნენ, ხო? როცა ვიწყებდი ქსოვას. ეხლა აი ჯერ ამ 3 თვალს მოგსო. ესე. და ეხლა მოგსო. აბა ნახოთ, ცოტა მოჭიმვა ექნება ესეთი დაძაბულობა ესე როცა, იმიტომ რომ მეტი ესე 3 თვალს უნდა გადაუარონ ამათმა, ხო? 1 2 და 3. აბა ნახოთ. აი ხედავთ სიმეტრია როგორ არის, აი ესენი შევიდნენ, ანუ კიდურა 3 თვალი ზემოდან არის. ხოლო შიგა აი მათ შორის რაც 3 თვალი იყო, ისინი ქვემოთ არიან. აი ესე უნდა მიიღოთ. კარგი. ეს ცოტა აი რუიანების ქსოვა ამითი არის რთული, რომ ესეთი ნაკსოვი მიიღება, მაგრამ ესეთი ცოტა ჭიმავს და რომ არ დაგეკარგოთ თვალი, ესეც ცოტას არისკოა, მაგრამ ესე აკურატულად გააკეთეთ. მეათე რიგი ახლა, უკუღმა რიგი. აქ რა თქმა უნდა, უკუღმა თვლებს ქსოვ და ნახეთ, დააკვირდით. აი აქ არის წერტილი, ესეთი შავი წერტილი, წრე და აი აქ ერთის გამოტოვებით. ეს ნიშნავს, რომ აქ ქსოვთ თქვენ 1 2 3 4 5 6 უკუღმა თვალს, ანუ უკუღმა მხრიდან უკუღმა ჩანს, წაღმა მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს წაღმად გამოჩნდება. და აი აქ, ეხლა აქ წესით წაღმა მხრიდან არის უკუღმა, მაგრამ ეს იქნება თქვენთვის წაღმა თვალი, აი მეათე რიგში. უკუღმა მხრიდან როცა უყურებთ. მერე ისევ, ესე იგი, უკუღმა რიგში თუ ხართ, უკუღმა თვალი, აი ეს 5 იყო, ხო, თუ 6 იყო? 1 2 3 4 5 6. შემდეგ არის
წაღმა თვალი უნდა მოგსოთ, შემდეგ ისევ უგუღმა, ისევ წაღმა და ისევ უგუღმა 6 თვალი. აი ესე უნდა მოგსოთ უგუღმა მხრიდან როცა უყურებთ. აბა ვნახოთ. პირველ თვალს როგორც ყოველთვის აქვსოთ, გადაიტანთ ეს 1 2 3 4 5 6 აი ესე ხო? ეხლა როგორც გითხარით წაღმა, 1 ცალი წაღმა. სვაურია. აი ესე. ბეთეს მე ვფიქრობ, რომ სქემაზე აკეთებს ფოკუსს უფრო ვიდრე ჩემ ნაკსოვზე. აი ესე წაღმა მოგსოვე, შემდეგ 1 უგუღმა, კიდევ 1 წაღმა, ანუ 2 წაღმა გექნებათ, აი 1 თვალის გამოტოვებით. და შემდეგ ისევ 6 უგუღმა გექნებათ. აი როგორც სქემაზე გითხარით ის. 2. აი კარგად გამოვარჩიეთ. 3 4 კარგად გამოვიყენოთ 4 5 და 6. აი ეს. ხან მე მგონი უფრო გამოჩნდება ის რვიანი, აი. აი ესეთი ალამაზი. მე-11 რიგი. აქ მარტივია, ანუ ფაქტიურად ვიმეორებთ რაც იყო აი ეს მე-10 რიგი, უბრალოდ აქ მატება აქ ცენტრში, ნახეთ. აქ იქნება 6 წაღმა, ხო? 1 2. პროსტორად აქ მოიმატებს, იმიტომ რომ აქ მატება იყო მე მგონი წინა რიგში. 1 2 3 4 5 6. ხო, 6 არის 6 თვალი. შემდეგ არის უგუღმა 1. ეხლა აი როგორც ხედავთ, ეს წრე, შავი წრე ამ ეს წაღმა მხარეზე გიჩვენებთ, რომ უგუღმა თვალია. ხო? ამ ადგილას ჩვენ უგუღმა მხრიდან წაღავთ მოგსოვეთ, მაგრამ ეხლა ჩვენ წაღმა რიგში რა ხარ ვართ? უგუღმად უნდა მოგსოვოთ. მატება, აი ეს ნიშანი, ხო? მგონი კარგად არ ჩანს, მაგრამ მოდით ერთხელ გაჩვენებთ ახლოდან. აი რაღაცნაირი ისეთ ნახევრად შეფერადებულია, ნახევრად არა. აი ეს ნიშანი, ხო? აი ეს. და შემდეგ ისევ უგუღმა თვალი და 6 წაღმა. ეს არის ჩვენი მე-11 რიგი. კარგად, ახლა დავშორდები, რომ აქ ნაკსოზე უფრო გავაკეთოთ კონცენტრაცია. პირველ თვალს არ ვგსოთ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. შემდეგ უგუღმა, ნახეთ, ისედაც აი წინა რიგში რომ მოგსოვე, უგუღმად გამოჩნდა მხარეს, როგორც უნდა ყოფილიყო. შემდეგ მატება, ნახეთ, აქ წაღმა თვალზე 1, ეს მეორეა და კიდევ მესამე, 1 თვალიდან თითქოს 3 გამოვიყვანე. უგუღმა და 6 წაღმა. 1 2 3 4 5 და 6. კარგით. ახლა ისე უგუღმა რიგში ვართ, ხო? მე-12 რიგი. აქ დააკვირდით 1 2 3 4 5 6-ია, ისევ 6 თვალი, ოღონდ უნდა მოგსოვოთ უგუღმად, რომ აქ წაღმა მხრიდან წაღმა გამოჩნდეს, ხო? 6 უგუღმა უნდა მოგსოვო, 2 წაღმა, ხედავთ 2 ესეთი შავი ბურთულაა. 2 წაღმათ უნდა მოგსოთ, ისევ უგუღმა 1 თვალი და ისევ 2 წაღმა. ისევ უგუღმა თვლები 6 ცალი. სიმეტრიულად, ახლა ხვდებით, აქეთ მხარეს რაც ხდება, ზუსტად იგივეა აქეთაც, ზუსტად. აი ეს არის თქვენი სიმეტრიის ღერძი, აი ეს მატებები სადაც ხდება. კარგით, ესე იგი, 6 უგუღმა თვალი. ახლა გარკვეული ნაწილი მოგსოთ, მერე შემდეგ გაკვეთილზე გავაგრძელოთ, რომ ბევრი არ გამოვიდეს ერთბაშად, ხო? ესე იგი 6 უგუღმა თვალი 2 4 6. ეხლა 2 წაღმა 1 2. აი ეს. ხო. ეხლა
1 უნდა იყოს უკუღმა. ხო, უკუღმა რიგში ვარ. შემდეგ 2 იქნება ისევ წაღმა 1 და 2 და შემდეგ 6 წაღმა 1 2 3 4 5 და 6. აი ეს. მე შევხედოთ ეს ლამაზი ნაკსოვია. აქ რა თქმა უნდა გაიზრდება და გაიზრდება. ეხლა მოდით პრინციპში თქვენც კი შეგიძლიათ რომ გააგრძელოთ და გააგრძელოთ ეხლა ამ სქემის მიხედვით, მაგრამ ფიქრობ რომ მე თუ მოვყვებით უფრო აი არ შეგეშლებათ ეხლა ეს ძალიან წვრილი სქემაა და რო არ აგერიოთ უბრალოდ რიგები. ეხლა გადავედით მე-13 რიგზე, ხო? მე-13 რიგშიც აი ვატყობ რომ აქ 6 წაღმა 1 2 3 4 5 6 2 უკუღმა 1 მატება 2 უკუღმა 6 წაღმა. მარტივად უკვე ადვილად გაარჩევთ უკვე. პირველ თვალს არ გსოვთ. მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, 2 უკუღმა. ისედაც ნახეთ უკუღმა თვალი მოდის, არ შეგეშლებათ. თუმცა შემდეგიც ხო, შემდეგიც უკუღმა კი, აი, ნაკსოვიც გეუბნებათ როგორ უნდა გააგრძელოთ. შემდეგ 2 უკუღმა მოგსოვე. აქ უკვე გექნებათ მატება. 1 აი, ესეთ გადადებთ ძაფი ჭხირზე. კიდევ 1 გამოიტანეთ. აი ეს. და აქ ისევ 2 უკუღმა 1 და 2 და 6 წაღმა. 1 2 3 4 5 და 6. აი ეს. უკუღმა რიგი უკვე მე-14 რიგია, ხო? ისევ იქნება 6 უკუღმა, ამ შემთხვევაში რახან უკუღმა რიგში ვართ, 2 წაღმა 3. ნახეთ, აი აქ 3 უჯრა არის, ცარიელი, ანუ წაღმა მხრიდან აქ წაღმათ უნდა გამოჩნდეს, მაგრამ უკუღმა მხრიდან უკუღმა თვლები უნდა მოგსოთ ამისთვის. 3 უკუღმა, ესე იგი 2 წაღმა და ისევ 6 უკუღმა. ესე იგი უკუღმა თვლებით ვიწყებთ უკუღმა რიგში, ესეთია, ხო? როგორც ნაკსოვი ითხოვს. პირველი თვალი გადავიტანე, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. 6 უკუღმა თვალი. ესე იგი 2 წაღმა და 3 უკუღმა. 1 2 იქ სადაც მატება იყო და 3, ხო? წინა რიგში მატება იყო მანდ. 2 წაღმა. ისედაც წაღმა თვლებია, ნახეთ. და 6 უკუღმა. 1 2 3 4 5 6. აი ესე. აი ესეთია. მე-15 რიგი. მოდით ახლა სადამდე მივიდეთ. მოდით მეორე მომდევნო რუიანამდე მივალ, ხო? მე-15 და მე-16 და მანდ გავჩერდეთ. მე-15-ში ისევ 6 წაღმა, 2 უკუღმა, 1 წაღმა, შემდეგ მატება, შემდეგ წაღმა, უკუღმა 2 თვალი და 6 წაღმა. კარგით. ნუ მე ხა სქემას მაინც გაჩვენებთ ხოლმე, რომ მე თქვენ თვითონაც შეძლოთ დამოკიდებების გარჩევა, ეს ძალიან დაგეხმარებათ. აი ეს 6 წაღმა თვალი მოგსოვე. 2 უკუღმა. ისედაც უკუღმა იყო, აი ძალიან მეხმარება ეს. ეხლა 1 წაღმა იყო, თუ გახსოვთ? აი ესე. ეხლა აი აქ იყო მატება. 1 აი ეს მეორე და მესამე. ისევ წაღმა. ეხლა 2 უკუღმა. 1 2 და 6 წაღმა. 1 2 3 4 5 6. აი ეს.
და აი ეს ბოლო რიგი ხა ამ გაკვეთილზე ის იქნება მე-16 რიგი, ნახეთ, აი აქეთ. 6 უგუღმა უნდა მოგსოთ, 2 წაღმა, ეხლა აქ 5-ია. აი 5 ესეთი ცარიელი უჯრაა. ანუ უგუღმა რიგში ეს უგუღმათვლები იქნება, 5 უგუღმა, 2 წაღმა, 6 უგუღმა. აი ეს. და მე-17 რიგი უკვე შემდეგ გაკვეთილზე გავაგრძელოთ, ხო? ესე იგი პირველ თვალს როგორც წესი არ გვსოთ, პირდაპირ გადამაქვს ეს ერთი თვალი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. ეხლა გვაქვს 2 წაღმა და 5 უგუღმა ხო შუაში. 1 2 აქ გამოარჩიეთ კარგად. 3 4 5, აი 5 უგუღმა. 2 წაღმა 1 და 2 და 6 უგუღმა. 1 2 3 4 5 6. აი ესე. აი ესეთი ლამაზი ნაკსოვი. ეხლა წარმოიდგინეთ, ეს იქნება აი თქვენი თმების ქვემოთ, ხო, აი კისერთან, რომ აი ეს არ შეგიშალოთ, თქვათ, როცა ძალიან სქელია იქ, ხო, დაწოლა უფრო ესეთ თმებისგან, ეს არ შეგიშლით ხელს, ძალიან ლამაზი ნაკსოვი გამოგიბათ. აი ეს უგუღმა მხრიდან ესე გამოიყურება. კარგით, ესე იგი დანარჩენი გავაგრძელოთ, ხო, შემდეგ გაკვეთილზე, ესე. აბა კარგად.